მძიმე ამბავი კი არა, 4 ოქტომბერი მე მგონია რომ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ქართულ პოლიტიკაში რაღაც განსაზღვრელი. ბრძოლის დღე ნამდვილად იყო, მაგრამ გამარჯვების დღე არ ყოფილა. მე მგონია რომ აქვს საქმე გვაქვს ძალიან დიდ ღალატთან, გეგმის არევასთან. მე ასევე მგონია რომ დეзинფორმაციული ნაკადის მიწოდებასთან ამ ადამიანებთან. მან თქვა რომ იყო სახტად დარჩენილი და მას მოუწია ფაქტობრივად გამშველებლის როლის თამაში. ანუ ეს არ შედიოდა. ანუ ელოდნენ რომ ჩავიდოდე და ვიღაცა გასაღებს ჩააბარებდა, მაგრამ რატო გქონდათ ვინმეს იმედი რომ გადმოვიდო და გედედი აქეთ? არ ვიცი, აი ეს რაზე ემყარებოდა, ვინ იყვნენ ეს ადამიანები? ეს იყო გეგმა თუ არ იყო ეს გეგმა? თქვენ თქვით რომ მეც ბევრი კითხვა მაქვს ამ დღესთან დაკავშირებითო, მაგრამ წინასწარ რატო არ დასვით ეს შეკითხვა, სანამ პოლიცაბჭო მიიღებდა განწყობას და დაეჭირათ ამ პროცესისთვის? ოპოზიციასაც ვთქვათ ხო დაარტყა ამ პროცესმა? ამას მე არ მოვარყოფ. იმის გამო რომ ოპოზიცია ვერ შეთანხმდა ვერც იმაზე, ვერც ამაზე. ამიტომ შედეგი არის პროცესში მოიგო ხელისუფლება. ეს ხელისუფლება არის გამარჯვებული, ოპოზიცია არის დაშლილი, დამარცხებული. მე ვიტყვი ეხლა გახარია ამბობს რომ არის თანამშრომლებს არავისთან ლელოს გარდა, ლელო ამბობს რომ ნაცმოძრაობასთან არის თანამშრომლებს, ნაცმოძრაობა ამბობს რომ გახარიასთან არის თანამშრომლებს და ლელოსთან თანამშრომლობის ხო და ერთიანობა აღარ იქნება. ქვეყნის შიგნით მუხტი და ქვეყნის გარედან ეს ზეწოლა, რომელიც არსებობს ქართულ ოცნებაზე, მიემართოს წერტილოვნად. ეხლა ეს წერტილი არის არაღიარება და პოლიტპატიმრების საკითხი. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. ნაშასე 4 ოქტომბრიდან ერთი კვირა გავიდა და ოპოზიცია ჯერ კიდევ იშუშებს იმ ჭრილობებს, რომელიც მათ ამ დღემ მიაყენა. 4 ოქტომბერს ოპოზიციის ორივე ფლანგი დამარცხდა. ისინიც, ვინც არჩევნებში მონაწილეობდა და ისინი, ვისაც რევოლუციის იმედი ჰქონდა. როგორც იცით, არჩევნებში ოპოზიციამ ვერ აჩვენა დამაჯერებელი შედეგი, ხოლო რევოლუცია არ გამოვიდა. ამ დღის შემდეგ ხელისუფლებას მიეცა შანსი ისაუბროს არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებაზე და პირველად ისაუბროს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობაზე და დაიწყოს მასობრივი დაჭერები. რა მოხდა 4 ოქტომბერს? ვინ არის ამ დღეზე პასუხისმგებელი და როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ? ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში და ჩვენი სტუმარი იქნება ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან სანიკიძე. მოგესალმებით ლევან. მოგესალმებით. გადაცემაში მონაწილეობისთვის და ბუნებრივია დღეს ვისაუბრებთ 4 ოქტომბერზე და 4 ოქტომბრის შედეგებზე. 4 ოქტომბრის შემდეგ ეს გადაცემა არ გასულა, პირველად გადის და საინტერესოა განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის აზრი ამ თემაზე, იმიტომ რომ ეს პარტია ყველაზე აქტიურად იყო მაინც ჩართული, ხო, თქვენი წევრები ცალკე იყვნენ, თქვათ, ერთი ციხეში აღმოჩნდა ლევან ხაბეიშვილი, მანამდე მერე შემდეგ აღმოჩნდა ნადირაძე ციხეში და პარტიაც ოფიციალურად უჭერდა მხარს ამ აქციას, ხო, პოლიცაბჭოს გადაწყვეტილებით და დღეს ბევრი ამბობს, რომ თქვენც ხართ ამაზე ყველაფერზე პასუხისმგებელი. მოკლედ დავიწყოთ ჯერ იმით, რა მოხდა შენი აზრით 4 ოქტომბერს. მოგესალმებით. სწორად აღნიშნე, რომ ჩვენი პარტიის ლიდერები არიან ციხეში, ლევან ხაბეიშვილი პროცესამდე კარგა ხნით ადრე, იმიტომ რომ ხა 2 კვირა და 3 კვირა ეს პროცესში ძალიან დიდი დრო არის დააკავეს. აბსოლუტურად შეთითხნილი ბრალდებით პოლიტიკოს ამ ქვეყანაში რისთვის არ დაუჭერიათ, მაგრამ საჯარო პოლიტიკური დაპირების გამო, რომლის აღსრულებაც უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამის გამო კაცის დაჭერა ძალიან უცნაური ამბავი კი არა, სამარცხვინო ამბავი. ეს გედედეს თანამშრომლებს რომ პირდებოდა 200.000. ირაკლი ნადირაძეს რაც შეეხება, ირაკლი ნადირაძეს პირდაპირ შემიძლია მე ვთქვა, რომ ის ბოლო 4 თვის განმავლობაში ფაქტობრივად აღარ იყო ჩართული პარტიის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი უახლოესი მეგობარი ლევან ხაბეიშვილი დააკავეს, ის თავიდან ბოლომდე გადაეშვა ამ პროცესში, რაც კიდევ უფრო დასაფასებელია, ეს ანუ პოლიტიკის მიღმა ამბავია. ეს არის ანუ პარტიაშიც აღარ იყო. პარტიაში, ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ის არ იყო ჩართული, ის პარტიის ნაწილი, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ იმ დოზით, რა დოზითაც მაგალითად წინა წლებში იყო, ბევრად უფრო ნაკლები დოზით იყო ჩართული. არა, ეს უბრალოდ ბუნებრივად მოხდა რიგი საკითხებიდან დაკავშირებით, არავითარ კონფლიქტს ადგილი არ ქონია, მაგრამ რაღაც დისტანცირებული იყო, ყოველდღიური მენეჯმენტი სხვა ადამიანების ხელში იყო გადასული, თბილისის ორგანიზაცია იქნებოდა, მთლიანად პარტიის მართვა იქნებოდა, მაგრამ ირაკლი ნადირაძე მას შემდეგ, რაც დაიჭირეს ლევან ხაბეიშვილი, 4 შვილის მამა, თავიდან ბოლომდე გადაეშვა პროცესში, სადაც ყურის მოკვრითაც კი არ იცოდა რა ხდებოდა. იმის გამო, რომ მისი მეგობარი დააკავეს, იმის გამო, რომ ის უსამართლობა დაინახა, რაც ხდებოდა ჩვენს გარშემო და
წარმოუდგენლად დასაფასებელია ის ნაბიჯები, რაც მან გადადგა. ნამდვილად ეს არის არათუ პოლიტიკის მიღმა თქვა, ამიტომ ამბობ, ეს არის წარმოუდგენელი მეგობრობის, ძმობის ნათელი სურათი, რაც ირაკლი ნადირაძემ გააკეთა. ამასთანავე ჩვენი ამ წუთის მდგომარეობით ბოლო აი ამ ინფორმაციით რაც გვაქვს ჩვენი 8 წევრი არის დაკავებული უმეტესად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და არა თბილისიდან, არა დედაქალაქიდან. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც აი ამ სულის კვეთებით ჩამოვიდნენ დედაქალაქში 4 ოქტომბერს. შესაბამისად ნაციონალური მოძრაობის წევრების საკმაოდ დიდი რაოდენობა ახლა არის ივანიშვილის ტყვეობაში, ახლა არის ციხეში. რა თქმა უნდა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მე და ჩვენ პარტიას რო კითხვები აქვს, მე მგონია რომ ამაშიც მოწინავენი ვართ, იმიტომ ეს საკმაოდ მძიმე ამბავი კი არა, 4 ოქტომბერი მე მგონია რომ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ქართულ პოლიტიკაში რაღაც განსაზღვრელი, იმიტომ რომ 4 ოქტომბერი ესე არის რა, მე ყოველთვის ჩემს გამოსვლებშიც ვაფიქსირებდი რომ 4 ოქტომბერს არსებობდა პროგრამა მინიმუმი, არსებობდა პროგრამა მაქსიმუმი. პროგრამა მინიმუმი იყო ბევრი ხალხი ქუჩაში და ბევრი ხალხი ქუჩაში იყო და ეს დავინახეთ და 100,000 იყო თუ 150 იყო თუ რა იყო, ყველა ამბობს რომ იყო გრანდიოზული რაოდენობა ქუჩაში გამოსული ჩვენი ამაყი თანამოქალაქეების, ეს ერთი. მეორე, არ უნდა მომხდარიყო ეგრეთ წოდებული არჩევნების ლეგიტიმაცია და ეს არ მოხდა. მაჩვენოს ქართულმა ოცნებამ ერთი მილოცვა დასავლური სახელმწიფოებისგან, მაჩვენოს ქართულმა ოცნებამ მეუთო ოდირის განცხადება, მაჩვენოს თუნდაც de facto მერმა თბილისის ერთ-ერთი რაღაცას თბილისთან დამეგობრებული ევროპული ქალაქის მერის მილოცვა არ არსებობს. მესამე ქართულ ოცნებას რაც უნდოდა რომ ის ჯოჯოხეთური სიტუაცია რაც შექმნა 26 ოქტომბრის შემდეგ 400 ნაწამები ადამიანი, არც ერთი დაკავებული პოლიტპატიმრე, არც ერთი დაკავებული პოლიციელი, რომელიც დამნაშავე იყო აი ამ ადამიანების უფლებების ხელყოფაში, ციხეში სავსე პატიმრები, ევროინტეგრაციის კურსიდან გადახვევა. ამის ლეგალიზაცია უნდოდა, იმიტომ რომ სიტყვა ნორმალიზაციას რო ვიყენებთ, ნორმალიზაციას პოზიტიური კონოტაცია აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ყველაფრის დაკანონება უნდოდა. ფაქტია, ეს არ შედგა. 4 ოქტომბერმა და იმ კამპანიამ, რომელიც მოიცავდა მათ შორის არჩევნებში, ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობის არ მიღებას, ამან რაოდენობრივადაც გვაჩვენა, ხო, რომ ერთი ჩვენ ვამბობთ ოპოზიციამ დეკლარირებთ, ის პარტიებიც კი, ვინც არჩევნებში შევიდნენ, რომ ჩვენ გვყავს მილიონი ამომრჩეველი, ჯამურად, ანუ ოპოზიციას ყავს მილიონი ამომრჩეველი, სადღაც 160,000 მივიდა სხვა პარტიების ჩათვლითაც იმ ორი კოალიციის მიღმა, ანუ სადღაც 840,000-მა კაცმა შეთანხმებული რაოდენობა, ხო, მილიონზე თუ ანგარიშობთ, 840,000-მა კაცმა თქვა, რომ ეს იყო ივანიშვილის ფარსი. ეხლა რა შეეხება არჩევნების თემას დაუბრუნდები. თავად 4 ოქტომბრის აი ამ მე მიმაჩნია რომ ნახევრად სიმართლის ლაპარაკი არის აბსოლუტური შეცდომა, იმიტომ რომ ნახევრად სიმართლე გულისხმობს რომ ნახევარს მალავ. მე მიმაჩნია რომ იმის სახელი რომ ეს იყო გამარჯვების დღე, ამ თვალსაზრისით არის ძალიან მძიმე. რომ ის ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდნენ ციხეებში და მათი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით მათი ოჯახის წევრები სასამართლოებს, არ ამგონია რომ ამას გამარჯვების დღე თვლიდნენ. ბრძოლის დღე ნამდვილად იყო, მაგრამ გამარჯვების დღე არ ყოფილა. მაგრამ მე თავს უფლებას ამიტომ ვაძლევ, რომ ესე თავმოთი ვლაპარაკო ამ თემაზე, რომ მათი ოჯახის წევრები იქნება, უშუალოდ ორგანიზატორების ოჯახის წევრები იქნება თუ თავად ორგანიზატორების დაკავებდნენ, ღიად საუბრობდნენ ღალატზე, ღიად საუბრობდნენ გეგმის არევაზე. ღიად საუბრობდნენ, რომ რამდენად იყო ამ გეგმის ნაწილი საერთოდ ათონელის სასახლესთან ჩასვლა. ის რომ პაატა ბურჭულაძე მანამდე არაერთ გზითაც აფიქსირებდა, რომ აირწინაღიც კი არ უნდა ყოფილიყო საჭირო ამ მათ მიერ შემუშავებული გეგმის ბოლომდე მისაყვანად იყო ფაქტი, კაცი იყო მისული ოფიციალური ტანსაცმლით და 8 წლის შვილიშვილთან ერთად არ ამგონია მას იმ სცენის ნახვა სურდა, რაც ჩვენ ვიხილეთ ათონელზე, თუმცა ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ისრები გადაგოხდა. მე მგონია რომ აქვს საქმე გვაქვს ძალიან დიდ ღალატთან, გეგმის არევასთან, მე ასევე მგონია რომ დეზინფორმაციული ნაკადის მიწოდებასთან ამ ადამიანებთან და პირველ რიგში ძალიან მძიმე საკითხი არის, მე ამიტომ ვარ მაინც თავშეყავებული, იმიტომ რომ ეს ადამიანები შედან ციხეში და მათთვის დამატებითი წნეხის დაწესება ნამდვილად არ მინდა რომ გამოვიდნენ და ყველაფერი მოყვნენ, მაგრამ ეს მგონია რომ უკვე ვალდებულება არის
რომ უნდა ითქვას ზუსტად რა იყო ჩანაფიქრში 4 ოქტომბერი ქართულ ოცნებას, რომ ხელფეხი არ გაეხსნას, კიდევ უფრო დამატებითად რომ აილაპარაკოს, რომ აი ეს სხვანაირად კი არ უნდათ, ესე უნდათ და ჩვენ ვიცოდით ასე შემდეგ. თავარი არის ითქვას, ვინ არიან ის მოღალატეები, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებზეც მათ შორის დაკავებამდე ბატონი მურთაზოდელავა საუბრობდა, ის გავლენიანი ადამიანები და ის ადამიანები, რომლებსაც მე მგონია, რომ ისინი თავად ხვდებიან. მურთაზოდელავას ნათქვა მე დონორთან დაკავშირებით და სხვანაირად გავიგე. მან თქვა, მე როგორც გავიგე, ასეთი რომ ითხოვთო, რომ უფრო ორგანიზებული ყოფილიყო, ამას რესურსები ჭირდება, რესურსებს დონორი ჭირდება და დონორი არ იყო, იმიტომ ამ სიტუაციაში დონორს ვერ ენდობია. დაახლოებით ასე გავიგე. არა ის რომ იყო და ვიღაცამ მე მაგალითად მოვისმინე ბატონი პაატა ბურჭუაძის შვილების ინტერვიუები, ლექსო ბურჭუაძის ინტერვიუ, შუქრი ბურჭუაძის ინტერვიუ, რომლებიც ღიად საუბრობდნენ, რომ თავად არ იცოდნენ, რა თქმა უნდა, ამ გეგმის შესახებ, ამასაც ღიად აფიქსირებენ და სხვათა შორის მინდა ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა ამას ღია ეთერში და მეც მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ როდესაც ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ბოლოს პოლიცსაბჭო ქონდა, სადაც პაატა ბურჭუაძეც იყო მოწვეული, როგორც ამ გეგმის მცოდნე ადამიანი, რომ ამ პროცესის ერთ-ერთი ლიდერი და როდესაც იყო საუბარი გეგმის გაცნობასთან დაკავშირებით, მათი მხრიდან ჩემი აზრით აბსოლუტურად ადეკვატური არგუმენტი იყო მოყვანილი, რომ ამ დიდ ფორმატში ვერ მოხდებოდა ამ გეგმის განხილვა და ეს გეგმა უნდა ცოდნოდა პირთავ ვიწროწრეს და იმაში მე ვერ დავზრახავ, რომ ამ ადამიანებმა 2, 3, 4, 5 კაცმა თუ რამდენმაც, მაგრამ ძალიან მცირე პირთა წრემ, რომლებმაც იმ ადამიანებსაც კი, მათ შვილებსაც კი არ უთხრეს და გასაგებია რატო არ უთხრეს, ამ ქვეყანაში 20 კაცმა რო იცის, სათვალე რომ 80 მილიონმა იცის. არ უთხრეს, მაგრამ ის რაც იცოდნენ, რაც დაგეგმილი ქონდათ, რის გამოც იყვნენ ესე მშვიდად, ესე თავდაჯერებულად, ასე საუბრობდნენ, რომ აირწინაღიც კი საჭირო არ გახდებოდა, იმდენად მშვიდად და წყნარად მოხდებოდა ამ გეგმის განხორციელება, მათი მხრიდან ეს ისრების გადატანა კი არ არის. მათი მხრიდან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა არ წავიდა, რატომ არ წავიდა და ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც ამ გეგმის არევაში ან არასწორ კონსტრუირებაში მიიღეს მონაწილეობა. შეიძლება რამე განსაკუთრებული გეგმა არც არსებობდა, უბრალოდ ამ ხალხს იმედი ჰქონდა, რომ ხალხში იყო განწყობა რევოლუციური და ამაში შეცდნენ და აღმოჩნდა რომ არ იყო ეს განწყობა და არ გაყვა ეს ხალხი, იმდენი ადამიანი არ გაყვა. მე ესე არ ვხედავ, მე მგონია რომ ეს არ იყო ის შემთხვევა, როდესაც ხალხზე მინდობილი პროცესი იყო და რაღაცა სახალხო ტალღის თავზე აღმოჩენილ ადამიანებთან გვაქვს საქმე, არა, ამ ადამიანებმა შექმნეს ეს ტალღა, ეს ადამიანები იყვნენ ძალიან თავდაჯერებულები, ახლაც ძალიან თავდაჯერებულები არიან. მათი ბრძოლის უნარიანობა აჩვენეს, მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ჰქონდათ კონკრეტული ხედვა, როგორ შეიძლება აბსოლუტურად მშვიდობიანად ერთი ადამიანის დაზიანების გარეშე მომხდარიყო რაღაც ცვლილება, მაგრამ ამ გეგმასთან დაკავშირებით რატომ არ იმუშავა, რა იყო, სინამდვილეში როგორ უნდა წასულიყო, ჰქონდათ თუ არა ღალატთან ადგილი, პირველ რიგში რა თქმა უნდა მათ უნდა ისაუბრონ, იმიტომ რომ ძალიან რთულია ახლა ჩემი მხრიდან იმის კალკულაცია, რას მოელოდნენ, რა არ წავიდა ისე, ვინ იყო მოღალატე და ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც ან რესურსები არ მიახმარეს, ან ის ადამიანები, რომლებიც თავიდანვე არ ჩაერთვნენ ამ საქმეში. ხო, მაგრამ ნუ ჯერ არ საუბრობენ, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ სპეკულაცია, ხო, ამ თემაზე. იყო ღალატი, არ იყო, იყო გეგმა, სხვანაირი არ იყო და ასე შემდეგ. თუ არც ისაუბრობენ, მე რა ხდება? მე ესე უყურებ, რომ ჩვენი მნიშვნელოვანი ფუნქცია არის ის, რომ ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, წნეხი არ უნდა შეუქმნათ ამ თვალსაზრისით, რომ აი გინდა თუ არა თქვი და გინდა თუ არა მოყევი, ციხეში არიან, ხედავთ რა ჯოჯოხეთური პროპაგანდისტული ტალღა არის მათკენ მიმართული, სუსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთი მეორეზე არიან, რომ დაკითხვა, რაღაც 1000 უბედურებას აბრალებენ, რაღაცა ამ ტრადიციულ 13 წლიან ქართული ოცნების პროპაგანდისტულ მახეს ქმნიან, რომ ვითომ ვიღაცას უნდა დაძაბულობა, ვითომ ვიღაცას უნდა სისხლისღვრა, ეს სიტყვები ხო მუდმივად გვესმის. და ამან მაგალითად ნახე შავლაპაპოშმა დადო ვიდეო, სადაც აი ყველა
ახსენებს ნეპალს, არ ვიცი შენ ხარ თუ არა ვიდეოში ხო? მგონი არ ხარ, მაგრამ ნუ რაღაც აი ამოკრეფილი აქვს, აი ნეპალს მიიღებენ, ნეპალს მიიღებენ. მე მესმის რომ სხვა კონტექსტში იყო შეიძლება ეს ნათქვამი რომ ხო, გამწარებული ქართველი ხალხი რასიზმს არავინ არ იცის, მაგრამ ნუ ამას ასე იყენებენ, რომ არ გამორიცხავდნენ ძალადობას. ნეპალი ამ თვალსაზრისით ნამდვილად არ იყო ჩემთვის ამაგალითო, იმიტომ რომ ის მშვიდობიანი პროტესტის ფორმებს გაცდენილი ამბავი იყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება და შეიცვლება უკიდურესად მშვიდობიანი ფორმებით. კანონიერი, კონსტიტუციური და მშვიდობიანი ფორმებით. ოღონდ იგივე რწმენა ქონდა ამ ხალხსაც. ირაკლი ნადირაძეს, რომელსაც ყავს 4 შვილი, რომელიც ამ პროცესში თავიდან ბოლომდე გადაეშვა საკუთარი მეგობრის უკანონო დაპატიმრების გამო, აი ამის გამო გადაეშვა და არა პოლიტიკური პარტიის და აფილაციის და ნაციონალური მოძრაობა, არა პირველ რიგში იმის გამო, რომ ლევან ხაბეიშვილი უხსოვარი დროიდან არის მისი უახლოესი მეგობარი. ამის გამო გადაეშვა ამ პროცესში, ხო? პაატა ბურჭულაძე, რომელიც მისული იყო შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, მითი რა ქვია, კოსტუმით. როდესაც მურთაზოდელავა იქნება თუ პაატა მანჯგალაძე იქნება თუ სხვა ორგანიზატორები იქნებიან, რომლებიც საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად იყვნენ, იქ მისულები, მათაც მხოლოდ და მხოლოდ მე ეს რწმენის დონეზე კი არა ვარ, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ უკიდურესად მშვიდობიანი ფორმით ხელისუფლება იკითხავს, რომ მაშინ რატო გაკეთდა მოწოდება, რომ წავიდა ბატონელის სასახლესკენ. სხვათა შორის ახლა ეს კითხვა მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას კი არა, ხელისუფლება ამ კითხვისთვის არ სვამს. ხელისუფლება ამ კითხვას სვამს კონკრეტული პროპაგანდული მიზნებისთვის, მაგრამ მაგალითად ოჯახის წევრები იქნებიან, სხვა ადამიანები, ვინც შეიძლება გეგმის დონეზე ინფორმაცია არ ქონდათ, მაგრამ რაღაც დონეზე ჩართულები იყვნენ თვითონ 4 ოქტომბრის, როგორც აი ამ მოვლენის უფრო მეტად საზოგადოებაში აქტუალიზაციისთვის. ამ ადამიანებსაც აქვთ კითხვები, პაატა ბურჭულაძემ, ბატონმა პაატამ განაცხადა მაგალითად სასამართლოზე და ჩემთვის ეს იყო ძალიან საგულისხმო ამბავი, რომ როდესაც ის ჩავიდა ათონელზე და დახვდა გადანგრეული ღობე და უკვე შეტაკება დემონსტრანტებსა და ეგრეთ წოდებულ სამართალდამცველებს შორის, მან თქვა, რომ იყო სახტად დარჩენილი და მას მოუწია ფაქტობრივად გამშველებლის როლის თამაში. ანუ ეს არ შედიოდა. ანუ ელოდნენ რომ ჩავიდოდნენ და ვიღაცა გასაღებს ჩააბარებდა მართლა. მოლოდინის დონეზე შესაძლებელია ბევრი რამე, ამიტომ არის სპეკულაციები. შეიძლება ბევრი ვარაუდი ქონდეს, რომ მაგალითად შეიძლება ვიღაცას წვენა ქონოდა, რომ გედედეს თანამშრომლები გადმოსულიყვნენ ხალხის მხარეს. შეიძლება ათონელზე ჩასვლა საერთოდ არ იყო საწყისი გეგმის ნაწილი. შესაძლებელია იქ ეს ჩასვლა მომხდარიყო და უბრალოდ ღობესთან დამდგარიყვნენ და მოწოდებების დონეზე გაკეთებულიყო ეს ამბავი და ის პროვოკაცია, რომელიც ჩემი აზრით ეს უკვე დადასტურებით დღესაც ახლა შესაბამისი სიუჟეტები იქნება და დოკუმენტური მასალა იქნება, რომ იმ ღობის საკითხი თავიდან ბოლომდე ქართული ოცნების შემოთავაზებული სიურპრიზი იყო, ამაში დარწმუნებული ვარ. ხერხილი იყო. კი, მე ამაში დარწმუნებული ვარ უკვე, აი რაც ვნახე ჩემი თვალით ამ რეპორტაჟებში, რომელიც ვრცელდება და ეს კადრები, რომელიც არის აღებული, დღევანდელი საგამოძიებო ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მასალებიც ადასტურებს, რომ სავარაუდოდ მაინც ეს იყო ძალიან სერიოზული პროვოკაცია, რომ ქართულ ოცნებას რამენაირად წამოეგო ეს ხალხი და პაატა ბურჭულაძე ამაზე საუბრობდა, რომ ის იყო სახტად დარჩენილი, როდესაც ჩავიდა ათონელზე და უკვე დაინახა წიწაკის სპრეით დაზიანებული დემონსტრანტები და ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემა აი ეხლა პოლიტიკური პროცესის გადარჩენისთვის და პოლიტიკური პროცესის რაღაცნაირად ისევ სწორ რელსებზე შეყენებისთვის, საიდანაც ივანიშვილი ცდილობს ამ ყველაფრის გადაყვანას და ხალხში ძალიან ისეთი განწყობა არის, ხო? მძიმე ამ თვალსაზრისით. ბრძოლის დღე იყო, მაგრამ ძალიან მძიმე შედეგები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს რამენაირად და კონკრეტული ფორმებით მინიმუმ იმაზე საუბარი, რა უნდა მომხდარიყო და რა არ მოხდა. ხო, ნახოთ იტყვიან თუ არა ამას, მაგრამ მანამდე თქვენ თქვით რომ მეც ბევრი კითხვა მაქვს ამ დღესთან დაკავშირებითო, მაგრამ წინასწარ რატო არ დასვით ეს შეკითხვა, სანამ პოლიცაბჭო მიიღებდა განწყობას და დაეჭირათ ამ პროცესისთვის. ეს კითხვები ხო პაატა ბურჭულაძე შევხვდითო თქვით და ბევრ რაღაცას პასუხი ვერ მივიღეთ. თუ პასუხი ვერ მიიღეთ, ბულდოვანი იყო, მაშინ რატო დაუჭირეთ? მე მესმის ამ შეკითხვას. ასე ბრმად მიყევით ამ შეკითხვის შენაარსი აბსოლუტურად მესმის. ამ პროცესს ყავდა თავიდანვე კონკრეტული ლიდერები, პატივსაცემი ადამიანები, საკუთარი ბრძოლით მაგალითის მიმცემი ლიდერები. ლევან ხაბეიშვილი იყო და
ქართული ოცნების ხელიდან ეს კაცი მკვდარია, ისეთი უქნეს, ისეთი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, არ ვიცი, საქართველოში რომელ პოლიტიკოს გაუულია ესეთი ფიზიკური შეურაცხყოფის წარმოუდგენელი ფორმა ვის აქვს მიღებული და ამ ბრძოლაში ბუნებრივია რომ პარტიის წევრებს მის სულისკვეთებაში, მის თავგანწირვაში, მის ბრძოლის უნარიანობაში არავის ეჭვი არ შეპარვია პაატა ბურჟუაძე და არავინ არ იფიქროს რომ ეს კაცი ისე გამოყავთ რომ გეგონება იმ დღეს აღმოცენდა პაატა ბურჟუაძის ფაქტორი თავისუფლების მოედანზე. ეს კაცი უზრუნველი ცხოვრებით შეეძლო ეცხოვრა შვილიშვილებისთვის, შვილიშვილებთან მეტი დრო გაეტარებინა, მაგრამ 300 დღე რუსთაველის გამზირზე იდგა და რას არ იტანდა ქართული ოცნების მხრიდან. ანუ ამ ხალხს საკუთარი ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი ბიოგრაფია აქვს, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლება. ახლა ვიღაცა ორი კაცი რომ შემოსულიყო ოფისში და რო ეთქვა რომ მე მაქვს ესეთი გეგმა და ამ გეგმაზე თქვენ ან მომყვებით ან მოვყვებით, შეიძლება კი არა, არავინ არ გაყვებოდა ამ თამაშში და ამ პოლიტიკურ თამაშში ამას გულისხმობ, მაგრამ ეს ისეთ ადამიანებზე გვაქვს საუბარი, რომლებიც თავის მხრივ გამოცდილები არიან ზოგი პოლიტიკაში, ზოგი სოციალურ ცხოვრებაში, სანდოობის თვალსაზრისით პარტიას ამასთან პრობლემა არ ქონია და ის არგუმენტი ანუ უბრალოდ ენდეთ პაატა ბურჟუაძეს ამას. არა, პაატა ბურჟუაძის მიღმაც ახლა ეს ორგანიზატორების ჯგუფი აბსოლუტურად რაციონალურად ამ თვალსაზრისით ამბობდნენ, რომ მათ ჰქონდათ და აქვთ, ამას აცხადებდნენ კონკრეტული გეგმა და ამ გეგმაზე საუბარი მათთვის იყო დამაბრკოლებელი იმ თვალსაზრისით, რომ 2, 3, 4 კაცმა იცის და დამატებით გაზიარება არ უნდა მომხდარიყო. ამ ადამიანებს შორის, რა თქმა უნდა, იყვნენ და არიან ამ საორგანიზაციო ჯგუფშიც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. მე ხარ რომ ამბობთ რომ აღარ ვიზიარებთ პასუხისგებლობას, ეს რამდენად სწორია. ნახეთ, მე ესეთი რაღაცის თქმა შემიძლია, რომ ამ ყველაფერზე ქვეყანაში რაც ხდება, თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს. აი, ამ თვალსაზრისით მგონია, რომ თუ რამეში არის არათანმიმდევრული რიგი ოპოზიციური აქტორების დამოკიდებულება არის ეს, რომ თუ ამბობთ, რომ 26 ოქტომბერს სახელმწიფო გაატრიალება მოხდა და თუ ამბობთ, რომ 26 ოქტომბრის მერე ხელისუფლება მიტაცებულია და თუ ამბობთ, რომ ეს პოლიტპატიმრები არიან და მეორე წყება პოლიტპატიმრების მიემატა და თუ ამბობთ, რომ 400-ზე მეტ ადამიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და არც ერთი ეგრეთ წოდებული სამართალდამცველი არ არის დასჯილი და ამ ყველაფრის შემოქმედი რაც ამ ქვეყანაში ეს უბედურება, რაც იხარშება, არის ბიძინა ივანიშვილი. მარტივი ამბავია, რომ ადამიანებს აქვთ და გვექნება და ამ ქვეყანაში ივანიშვილი ამას ვერ დაამთავრებს. ბრძოლის ჟინი, ბრძოლის უნარი, ამ ადამიანებს ჰქონდათ კონკრეტული გეგმა, რომელმაც ფაქტია, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო, ან ღალატის, ან არასწორი დაგეგმარების, უფრო ნაკლებად ჯერა, უფრო ღალატის, არასწორი განვითარების შედეგად ის შედეგი ვერ დადო რა მოლოდინიც ორგანიზატორებს და იმ 100,000 ადამიანს ჰქონდა, რომელიც ამ ანონსის შემდეგ მოვიდა ამ აქციაზე. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ოპოზიციასაც ვთქვათ, რომ დაარტყა ამ პროცესმა. ამას მე არ მოარყოფ და მე არ შევალ ამაში, რომ ჩვენ აქედან გამოვედით გაძლიერებულები. არა, მაგრამ ეს არის ბრძოლის ამ ეტაპზე ივანიშვილი იყო თუ რა იყო თუ ვინ მოქმედებდა თუ როგორ აკეთებდა ამ ყველაფრის ჩაშლას, დეზორგანიზებას, ამ ისრების გადატანას, ფაქტია რომ ეხლა მნიშვნელოვანია, ამიტომ ამბობ, ის ამ საკითხების გარკვევა არის მნიშვნელოვანი, რომ რაღაცნაირად მოხდეს ამ ეტაპიდან სხვა ეტაპზე გადასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ კი ჩვენ ჩავრჩებით ამ სპირალში, რასაც მუდმივად 4 ოქტომბრის გარშემო რა მოხდა, რა არ უნდა მოხდარიყო, რა უნდა მოხდარიყო, ამაში ვიქნებით, ივანიშვილი კიდე დიდი ხანი დარჩება ამ პროცესში უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე სხვა ოპოზიციური აქტორები. გასაგებია, მაგრამ თქვენს ასე ვთქვათ, მიმართ იყო კიდე ასეთი პრეტენზია, რომ აი რატო დატოვეთ ამ მებრძოლები მარტო, გახსოვთ ხო, ერთ-ერთმა ტელევიზიამ გააკეთა ესეთი სიუჟეტი, როგორ ფიქრობთ, რატო გააკეთა ეს ამ ტელევიზიამ ეს სიუჟეტი, თქვენთანაც მოვიდნენ პირადად და გეკითხებოდნენ, რატო იყო დაკავებიზოს ნადირაძე მარტო, მურთაზი მარტო და რამდენად ობიექტური იყო თქვენი ეს პრეტენზია თქვენს. მე მგონია, რომ მე არასდროს პრობლემა არ მაქვს შეკითხვის დასმასთან დაკავშირებით, მაგრამ აღარ მინდა ამ საკითხში შესვლა იმ თვალსაზრისით, რომ მგონია, რომ ეს იყო ძალიან სპეკულაციურად დასმული შეკითხვა და ძალიან ისე აწყობილი სიუჟეტი, მაგრამ აღარ შევალ, იმიტომ რომ ირაკლი ნადირაძემაც მათ შორის ძალიან ღირსეული პასუხი
გასცა აი ამ ჩემი აზრით ამორალურ, არაეთიკურ ბრალდებას. საზოგადოებამ ნახა მე, ირაკლი ფავლენიშვილი, თინა ბოკუჩავა თუ სხვები სად ვიყავით იმ დღეს. რა თქმა უნდა, ის კადრები, რაც ვნახეთ ბოლოს ირაკლი ნადირაძის და მურთა ზოდელავას დაკავებასთან დაკავშირებით იყო ძალიან მძიმე და კარგი იქნებოდა, რომ ბევრად უფრო ადრე მქონოდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები იქ იყვნენ და ჩემთვის ახლა მაგალითად იმის თქმა, რომ ნეტა იქ ყოფილიყავი ბოლოს და მათ შორის აი ეს ამბავიც არ დატრიალებულიყო ნეფსით, უნებლიეთ თუ რაღაცა, ჩემთვის ეს არ წარმოადგენს პრობლემას ამის თქმა. ჩემთვის უბრალოდ გაუგებარი იყო აი ამ შეკითხვის, აი ამ რაღაცა ინტერპრეტაციის მიცემა, ხელისუფლებისთვის დამატებითი საკვების მიცემა, რომელსაც მე 2 დღის განმავლობაში მოყვა ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის ბრიფინგები და ამ საკითხის გაშლა. და ნაციონალურ მოძრაობას ახლა ჩემგან ირაკლი ნადირაძის დაცვა არის წარმოუდგენელი ამბავი რა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მეგობრები, ჩვენ ვართ თანამებრძოლები და სხვა ადამიანების რჩევა, დარიგებები და მორალური პედესტალიდან საუბარი არის აბსოლუტურად ახსენეთ და მან თქვა რომ ის ხალხი ციხეში მაინც სასწრაფოდ ესენიო საერთოდ დაიმარნენო და ეხა საერთოდ უარყოფენ ემიჯნებიან ყველაფერსა და ასე შემდეგ. არა და სინამდვილეში ხელისუფლებას ყველა ჩართული იყო და ყველა მიცოდაო მინიმუმ რომ დამხობის აქციაზე მოდიოდაო. არა, ეს არის ხელისუფლების მაქსიმალური მცდელობა ინტერპრეტაციის, რომ ყველანაირად შეძლონ პირველ რიგში რაღაცნაირად შიდა დაპირისპირების შემოტანა, პირველი ეს არის, შიდა დაპირისპირების შემოტანა, ისრების ერთმანეთისკენ გაშვერა, რა გუნდის შიგნით დაპირისპირების შექმნა, ეს არის, რასაც ქართული ოცნება ცდილობს. ეხლა პასუხისმგებლობის გაქცევა არის თუ ეს იდიოტიზმი, რასაც ისინი ფუთავენ, ეს არის წარმოუდგენელი ამბავი. იმ თვალსაზრისით, რომ რასთან დაკავშირებით შეიძლება გაიქცე პასუხისმგებლობას, ამ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, რომ მათი ოჯახები არის მისახედი. ანუ თქვენი ბრალია, რომ ეხლა ეს ხალხი ციხეში აღმოჩნდა. ეს ხალხი რომ ციხეშია, ის რომ ონკოპაციენტები, ის რომ ოჯახის წევრები და ბავშვები, ვისაც ყავს მძიმე სენით დაავადებული, ის ხალხი რომ ამ მდგომარეობამდე მიდის ქვეყანაში, რომ ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ მზად არის ყველანაირ მშვიდობიან ფორმას მიმართოს, ეს არის ივანიშვილის დამსახურება. ამ ქვეყანაში ჯოჯოხეთი შექმნა ბიძინა ივანიშვილმა და არა რომელიმე პოლიტიკურმა აქტორმა. და ის რომ 100,000-ზე მეტი ადამიანი მივიდა ამ აქციაზე, რას ამბობენ? რომ 100,000 კაცი არის მზად ამისთვის? ხო, მაგრამ თუნდაც თქვენ რომ დაუჭირეთ ხარი ამ აქციას, ამიტომ ხომ მოვიდნენ თქვენი პარტიის ხარდამჭერები. ხო, ბევრი თქვენი პარტიის წევრი არის დაჭერილი. ანუ ბევრი ხალხი თქვენც მოიყვანეთ ამ აქციაზე. არა მარტო. ჩვენი ხალხი ყველა განსაკუთრებით ბოლო 1 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერები თუ ნებისმიერი კეთილის მსურველები ყოველთვის იღებენ მონაწილეობას ივანიშვილის წინააღმდეგ წამოწყებულ ნებისმიერ პროცესში, რომელსაც აქვს გულწრფელი ხასიათი, რომელსაც ყავს სანდო ლიდერები და რომელსაც აქვს შესაბამისი მუხტი. და აქ ზუსტად ესეთ ადამიანებზე ქონდა საუბარი, ძალიან ღირსეული ლიდერები, ძალიან ღირსეული ადამიანები, რომლებმაც საკუთარი პირადი თავგანწირვით აჩვენეს, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელები, რაც ითვალისწინებს მშვიდობიანი ფორმით ხელისუფლების ცვლილებას და ამაზე ისინი საუბრობენ ღიად. ახლა ხალხი, რომელიც მზად იყო მაგალითად აბსოლუტურად გაუგონრად გამოვიდოდა თუ არ გამოვიდოდა სალომე ზურაბიშვილი მისი რეზიდენციიდან, ხალხი, რომელიც მისული იყო სალომე ზურაბიშვილის დასაცავად, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, რომლებსაც საერთოდ არ ეხატებათ გულზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ეხლა რამენაირად აქციაზე, რომელიც მიზნად ისახავდა ერთი მხრივ ეგრეთ წოდებული რუსული სპეცოპერაციის და არჩევნების ჩაშლას და მეორე მხრივ ივანიშვილის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური დარტყმის მიყენებას, რა თქმა უნდა, მიიღებდნენ მონაწილეობას. თქვენი მოწოდების გარეშეც. ჩვენ მოწოდებას, რა თქმა უნდა, ქონდა კონკრეტული მიზანი, რაც გულისხმობდა 2 მნიშვნელოვან შინაარსს. ერთი, რომ არავინ არ უნდა მისულიყო ეგრეთ წოდებული რუსული სპეცოპერაციის უბნებთან. და მეორე, ყველა ვისაც მიაჩნდა, რომ ამ ქვეყანაში საკუთარი უფლებები, ღირსება, ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობაა დასაცავი, უნდა მოსულიყო რუსთაველის გამზირზე. სადაც ეს ადამიანები მოისმენდნენ იმ გეგმას, რომელსაც წარადგენდნენ აქციის ორგანიზატორები, რომლებსაც საკუთარი პოლიტიკური ბრძოლით, რეპუტაციით და თავგანწირვით ჰქონდათ იმის მაღალი მაჩვენებელი ნაჩვენები, რომ
ამ ბრძოლაში ისინი არიან, იყვნენ და იქნებიან ღირსნი, ვიყოთ მათი თანამებრძოლები. გასაგებია და ხა ამ ადამიანებსთან დაკავშირებით ეს ციხეში არიან, ბევრი ხო, კიდე გრძელდება, ალბათ ხელისუფლება ამბობს, რომ იქნება ნულოვანი თანაგრძნობა. შალო პაპოშინმა თქვა დღეს, რომ ეხა რევოლუციაზე როცა მიდიხარ და აწყობდა თუნდაც დამხობის აქციაზე მიდიხარ, რო წააგებ, მერე შედეგები უნდა მიიღო, ხო? ეხა თუ მოიგებდა რევოლუცია, ალბათ ისინი აღმოჩნდებოდნენ ციხეში, ამას გულისხმობდა შალვა და ჩვენ მოვიგეთ და ეხა თქვენ ხართ ციხეში. ნუ რევოლუციის კანონი ეგ არის, ხო? დაახლოებით ეხა მე ცოტა ის არა გავშალე მისი ნათქვამი, მაგრამ ნუ აზრი ეს გამოდის, ხო? რევოლუციაზე რომ მიდიხარ, რომ მე რო წააგებ, შედეგი უნდა მიიღო და ნუ შედეგი დადგა ეს ეხა რასაც ხედავ, ხო? მე შემდეგ რა ხდება? ჩვენ უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდება ალბათ. ჩვენ კიდე უფრო აქტიურად გვაქვს სამუშაო ჩვენს დასავლეთ პარტნიორებთან, რომ ქართული ოცნება ცდილობს რაღაცნაირად ამ ბინძური პროპაგანდით პოლიტპატიმრების საკითხის გაყოფასაც, რომ ვითომ რაღაც ნაწილი შეიძლება უფრო პოლიტპატიმარია, რაღაც ნაწილი შეიძლება ნაკლებად პოლიტპატიმარია. ამაზე არის ძალიან ეფექტურად სამუშაო და ჩვენ შესაბამის საქმიანობას. აქ თემა ეს არის, რომ ბევრი ამბობს, რომ ამ აქციამ, მათ შორის ოპოზიციიდანაც ამბობს, ბევრი ამ აქციამ და ამ წასვლამ, ასე ვთქვათ, ათონელის სასახლისკენ მისცა ხელისუფლებას პირველად იმისთვის საშუალება, რომ აი რეალურად გვამხობდნენ, ნუ მოწოდებაც ხო ასეთი იყო დამხობა და ასე. ან მაქამდე თუ არ ქონდა აქამდე ამის სათქმელი. ეხლა გაუჩნდა. ამიტომ არის პლუს თქვა საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებში გაჩნდა, ხო, მოწოდება ორივე მხრიდან ძალადობის შეწყვეტაზე, რაც აქამდე არ იყო. ამიტომ არის მნიშვნელოვანი პირველი საგარეო ჩვენს აქტორებთან კიდევ უფრო აქტიური მუშაობა, რასაც ვეწევით ყოველდღიურად და შესაბამისი ვიზიტებიც აქვს დაგეგმილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო გუნდს, სანამ აძლევენ ამ შესაძლებლობასაც ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები, იმიტომ რომ კაცმა არ იცის ვის დააკავებს, როდის დააკავებს, რა მიზეზით და ისე ნუ გონიან ურავის, რომ რეპრესიების ტალღის ეს ნაწილი გადავლილია არა პოლიტიკურ პარტიებზეც კიდევ უფრო მეტი რეპრესიები იქნება გაუქმების მიღმაც, რითაც არის დამუქრებული ქართული ოცნება და მე სამწუხაროდ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გააკეთებს ამისთვის, აქაც თუ დასავლეთის წნეხი არ ექნა და ადგილობრივი წნეხიც თუ არ ექნა. იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ მაგალითად გიორგი ჩახუნაშვილთან დაკავშირებით, როდესაც მთლიანად სამოქალაქო სექტორმა და კონკრეტულად ექიმებმა აჩვენეს უპრეცედენტო მხარდაჭერა, სისტემას მოუწია უკან დახევა, იმიტომ რომ მაინც ისინი ივანიშვილმა თუ რამე ნახა ის, რომ თბილისში 10 შესაძლო ამომრჩეველი და მხოლოდ 2 უჭერს ხარს, ისე რომ არჩევნებზე მიდის, სადაც ტოტალურად იყო მიშვებული, მათ შორის ეს მანქანაც, ხო? ეს მისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინდიკატორია. რაც შეეხება თავად აი ამ ტალღას, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის ინტერპრეტაციები, რომელიც ოპოზიციის ზოგ კეთილსინდისიერ ჯგუფში, ზოგ ნაკლებად კეთილსინდისიერ ჯგუფში, რომელიც ჩასაფრებული პოზიციაშია, აი ამ ადამიანებისთვისაც მნიშვნელოვანია იმ მორალური სიცხადის შეტანა 4 ოქტომბრის საღამოსთან დაკავშირებით, რა უნდა მომხდარიყო და რა არ უნდა მომხდარიყო, იმიტომ რომ ამ მარჩიელობის რეჟიმში სანამ ვიქნებით, გინდა ისინი და გინდა ჩვენ, მხოლოდ ეს მეტ დაპირისპირებას გამოიწვევს ოპოზიციურ ჯგუფებს შორის და მეტ საშუალებას მისცემს ქართულ ოცნებას, რომ ეგეთი განცხადებები აკეთოს. ლოგიკა არის, რომ თუნდაც არ გწოდნოდათ გეგმების შესახებ, ყველა მიცოდითო, რომ ეს იყო ხელისუფლების დამხობაა, ამისკენ მოუწოდებდნენ, ანუ დამხობის აქცია იყო და ამიტომ ხართ ყველანი ძალადობაში მონაწილე, მარტო პარტიები კი არა, ვიც მივიდა ყველავე იქ. ხო, ნუ 100,000 კაცი თუ მივიდა მათი ხელისუფლების ამ ფორმით შესასვლელად, ძალიან მძიმე გქონია მათ საქმე. ეს ხო აღიარებაა. ხო, ეს ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ გამოდის თუ არა თქვენს ძალადობრივ დამხობას ემხრობოდით. ეს საუბარი იყო მე კონკრეტულად მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს ეს ოქსიმორონია. მშვიდობიანი ცვლილება არსებობს და თავად ხო არ ვიცი ხა ამ ერთ ტერმინთან დაკავშირებით თუ არის ეს მუდმივი წრეზე სიარული, მაგალითად ჩემთვის მე ეს ტერმინი მაგალითად არ გამომიყენებია და ბევრი არ იყენებდა, ვინც იმ აქციაზე იყო მისული. მთავარი იყოს სიტყვა მშვიდობიანის კონოტაცია და თავარი ორგანიზატორი იქნება თუ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, ძალიან პატივსაცემი ადამიანი 70 წლის მსოფლიო აი ამ
რაღაცა სახელოვნებო წრეებში აღიარებული ადამიანი პაატა ბუჭუაძე ამბობს, რომ ისიც კი რაც ათონელის რეზიდენციასთან დაინახა, მისთვის იყო მოულოდნელი შოკის მომგვრელი და მოუწია გამშველებლის როლში აღმოჩენა. ანუ ესეც კი არ იყო იმ გეგმის ნაწილი, იმდენად მშვიდობიანი უნდა ყოფილიყო და შესაბამისად მოწოდება ჩვენგან რაზეც ჟღერდებოდა, იყო რომ არავინ არ მისულიყო რუსული სპეცოპერაციის პუნქტებთან და ყველა მოსულიყო რუსთაველის გამზირზე, სადაც ის გეგმა, რომელიც რატო განხორციელდა, ვერ განხორციელდა, განხორციელდა თუ სხვანაირად უნდა წასულიყო, თუ როგორც არ უნდა დატრიალებულიყო, ითვალისწინებდა მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესად მშვიდობიანი ფორმით ნაბიჯებით ხელისუფლების ცვლილება. ხარდამჭერები, მათი ასე ვთქვათ, მოლაპარაკე თავები და სხვაებიც, ვინც ამ თემებზე საუბრობენ, მათი მხრიდან ამბობენ, რომ აი ხა დაგეგმესო დამხობაო, იძახდნენ რომ ხელისუფლება უნდა დავამხოთო, რევოლუცია უნდა მოხდესო და რო არ გამოვიდათო, ეხლა იძახიან რომ უიო, ჩვენ დამხობა კი არ გვინდოდაო, ხეიქ ღობე გადაჭრილი იყო და ყველაფერი ხელისუფლების ბრალიაო. ანუ ისიც კი არ შეუძლიათ რომ პასუხისმგებლობა აიღონ, რასაც აპირებენ. არა, მარტივად არის აქაც ჩემთვის საქმე და ზუსტად ეს არის რა, ნახევრად სიმართლის პრობლემა არის აქაც. ნიშნულოვანია რომ ჩვენ ვიცოდეთ ზუსტად როგორ რანაირად უნდა ყოფილიყო. ერთ რამეში ვარ დარწმუნებული და ეს რწმენის საკითხია და მეტი არაფრის, რომ ყველაფერი გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ისე, რომ ეს შეხლა შემოხლაც კი, რაც იყო ათონელის რეზიდენციასთან, ესეც კი არ უნდა ყოფილიყო. რა უნდა ყოფილიყო? ეს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ. რატო გქონდათ ვინმეს იმედი რომ გადმოვიდო და გედედი აქეთ? არ ვიცი, აი ეს რაზე ემყარებოდა, ვინ იყვნენ ეს ადამიანები? ეს იყო გეგმა თუ არ იყო ეს გეგმა? გედედეს რაიმე ფორმით და მათი წარმომადგენლების გადმოსვლას ემყარებოდა თუ არ ემყარებოდა ამას და კიდე სხვა რამეს ემყარებოდა? ვიღაცას უნდა გაეკეთებია განცხადება თუ არ უნდა გაეკეთებია? ეს ყველაფერი არის ინტერპრეტაციები ეს და აქედან გამომდინარე ეს საშუალებას აძლევს სამწუხაროდ ქართული ოცნების პროპაგანდას, რომ პედალირება მუდმივად გააკეთოს ამ საკითხზე, რომ თითქოს ვიღაცა რაღაცას ემიჯნება და თითქოს ვიღაცა რაღაცას არ ემიჯნება. აი ამაში დაგტოვოს, ამ მოდუში დაგტოვოს ის ადამიანები, ვისაც ვრცელი და ყოვლისმომცველი ინფორმაცია აქვს, ის ადამიანები უკვე იზოლირებული ყავს და გარეთ ვინც არის დარჩენილი, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. გასაგებია, რა სიტყვი იმ პარტიებზე, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, დღეს ისინი ამბობენ, რომ ამ 4 ოქტომბერმა აჩვენა, რომ ბოიკოტი იყო არასწორი გზა, იმიტომ რომ შენ თუ არჩევნებში არ მიდიხარ, მაშინ გრჩება მარტო რევოლუცია და აი რევოლუცია რითიც მთავრდება და თქვენ ანუ ბოიკოტისტებმა დააზარალეთ არჩევნებიც, იმიტომ შეიძლებოდა თბილისის მოგება, თქვენს გამო არ მივიდა ბევრი ამომრჩეველი და პლუს აგერ ხო ჩაფლავდა რევოლუციაც და აი ეს არის ყველაფერი თქვენი ბრალისინა. ნახეთ, მარტივად არის ჩემთვის აქ საკითხი. პირველი არის ის, რომ ამ პარტიებს შეიძლება მორალური უფლება ქონონ, მორალურ უფლებაზე მეტად რეალური არგუმენტი ქონოდათ, რომ მაგალითად შედეგი არათუ განახევრებოდათ, არამედ გაორმაგებულიყო და ეთქვათ, რომ ანუ ამბობს, რომ წინა ადგილობრივ არჩევნებთან შედარებით გამიორმაგდა. არა, მაპირიქით ისინი ამბობენ, რომ რატო ვადარებთ საპარლამენტოს? ორი კაცი შევიდა. საპარლამენტოს რატო ვადარებთ? ხო, ორი კაცი შევიდა, ორი კაცი ხან 2024-ს ადარებენ რაღაცას, ხან 2021-ს. მაშინ რატო ადარებენ იმას, რა ქვია, თბილისის მოგების შანს 2024 წლის საპარლამენტოს მოგებული. ხო, იმიტომ რომ იქაც შეიძლება ადგილობრივ დონეზე მოწონს ვიღაცას უფრო ქართული ოცნება. ამიტომ რაღაცა შეადარო 2024 და რაღაცა შეადარო 2021, ჩემთვის გაუგებარია. მე ყველაფერს ვადარებ 2024 წლის არჩევნებს, იმიტომ რომ 4 წელი ძალიან დიდი დრო არის განწყობის შესწავლასთან მიმართებაში. მარტივი ამბავია. თუ ნაციონალურმა მოძრაობამ, კოალიცია ცვლილებებისთვის თუ სხვებმა, ვინც იყვნენ ეგრეთ წოდებული ბოიკოტისტები სინამდვილეში, არ თანამშრომლობის რეჟიმში ყოფი პარტიები და ვინც ივანიშვილის აი ამ სპექტაკლში, რომელიც ითვალისწინებდა რაღაც ფორმით ლეგიტიმაციის მიღებას, ამ პარტიებმა ის ოპოზიციური რუიანი იყო თუ რა იყო, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ამ არჩევნების დელეგიტიმაციაში, ამ პარტიების წარმომადგენლებმა თუ გადაურწმუნეს ყოველი მათი მეორე ამომრჩეველი, რა გამოდის? რომ ისინი იყვნენ სწორმხარეს თუ ჩვენ? მარტივად არის აქ საკითხი. მილიონი ოპოზიციური ამომრჩეველია ხო საქართველოში. ისინიც აწერენ ხელს ამაზე, ჩვენც ვაწერთ ხელს. კალკულაციას გავყოთ. უხეშად იქით 200.000-მდე ამომრჩეველი მივიდა მთელი საქართველოს მასშტაბით ოპოზიციის მხარდამჭერი, აქეთ 800.000 არ მივიდა. ანუ რომელი იდეა ყოფილა უფრო მისაღები და აქაც პრინციპული მნიშვნელობაა გასავლები, რომ
ეს მე შეიძლება ამ თვალსაზრისით პირველი თუ არა ერთ-ერთი მოწინავე ვიყო, ვინც ამას იტყვის რა. 4 ოქტომბრის მანიფესტაციის საჭიროება არის არსებობდა ამ ხალხს იქ მონაწილეობა რო არ მიეღო. მარტივად იყო საქმე. თუ კი კოალიცია ძლიერი საქართველო, ლელო ძლიერი საქართველო არ მიიღებდა მონაწილეობას, არ მიიღებდა მონაწილეობას არც გახარია და იაგო ხვიჩიას დეკლარირებული ქონდა, რომ თუ ეს ხალხიც არ იღებდა მონაწილეობას, არც ის მიიღებდა ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობას და ჩვენ ივლისში გვეყოლებოდა ქართული ოცნება მარტო შეტოვებული ამბავი. ეს ხო და ამიტომ შესაბამისად მოხდა პოლარიზაცია, რაღაც ნაწილი წავიდა იქით ამ მხარეს. შედეგი რა დადგა, რომ ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, ისინიც მაგრად დამარცხდნენ, ვინც აქეთ რევოლუციას აწყობდა, ესეც მაგრად დამარცხდა და გამოვიდა ქართული ოცნება გამარჯვებული, ხო? მე შემიძლია ერთი რაღაცის თქმა. ორივე ფრონტზე. ერთი რაღაცის თქმა, რომ ამომრჩეველი ყველას მოუგო ყველაფერი. რა არის, იცი მე რა. სხვაობა არის ის, რომ ქართული ოცნების ამომრჩევლის მიღმა ოპოზიციური ამომრჩეველი არ გაყვა იმ პარტიებს, ვინც ეგრეთ წოდებულ არჩევნებში იღებდა მონაწილეობას ივანიშვილის რეჟიმთან თანამშრომლობაში, ესე აღიქვა უმრავლესობამ და ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ესე იქნება შეუძლებელი. ოღონდ მეორე არის საზოგადოების უმრავლესობა გაყვა იმ ხალხს, რომელიც აპირებდა და აპირებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას. იმის გამო, რომ ოპოზიცია ვერ შეთანხმდა ვერც იმაზე, ვერც ამაზე, ორივე პროცესში მოიგო ხელისუფლება. ეს ხელისუფლება არის გამარჯვებული, ოპოზიცია არის დაშლილი, დამარცხებული და ასე შემდეგ. მე ესე უყურებ, ბუნებრივია, რომ მათ შორის ახალი ადამიანების, რომელიც არ გულისხმობს მაინც ახალგაზრდულ ასაკს, ახალი ადამიანების, ვინც ეხლა არიან პოლიტიკაში, განსაკუთრებული მოვალეობა არის, რომ ამ პროცესებში მნიშვნელოვანი შეცდომების პოლიტიკური მარცხების თუ არასწორი მოლოდინების თუ გეგმების ჩავარდნის სხვადასხვა პლატფორმაზე ლაპარაკობ, გინდა იქით, გინდა აქეთ, სწორი, სწრაფი ანალიტიკა. ის კი არა რომ ოფისში ჩავიკეტოთ და გადავიქცევთ. ამ პარტიებთან თქვენ გააგრძელებთ თანამშრომლობას? ახარია იძახით რომ საერთოდ აღარ დავაპარაკები. მარტივად არის. გახარია ამბობს რომ არის თანამშრომლებს არავისთან ლელოს გარდა, ლელო ამბობს რომ ნაცმოძრაობასთან არის თანამშრომლებს, ნაცმოძრაობა ამბობს რომ გახარიასთან არის თანამშრომლებს და ლელოსთან თანამშრომლობის ხო და ერთიანობა აღარ იქნება. მე ესე უყურებ რომ მინიმუმ რაც არის მე რა გასაკეთებელი არის ის, რომ ის პოლიტიკური ორგანიზაციები, ის სამოქალაქო ჯგუფები, ის ადამიანები, რომლებსაც შეიძლება პოლიტიკური პარტია არ უმაგრებს ზურგს, მაგრამ ავტორიტეტი აქვს, რუსთაველის გამზირი იქნება თუ სად იქნება, შერიგება კი არ მოხდეს, მორიგება მოხდეს. მე არ მაქვს ილუზია რაღაც ერთი პარტიის შექმნის, ან ერთი სახელის გარშემო რაღაცის გაერთიანების, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით ის ლელოს და გახარიას გარდა დანარჩენების მე ესე უყურებ, გახარია მე მგონია რომ საერთოდ ივანიშვილს ევაჭრება რომ პარლამენტში შევიდეს და ამით ქვეყანაში დაბრუნების გარანტია მიიღოს, იმიტომ რომ ამაზე ღიად საუბრობს და ეს დამატებითი გამოწვევა შეგვექნება ჩვენ ორპარტიული პარლამენტის დელეგიტიმაცია შეიძლება უფრო რთული აღმოჩნდეს ვიდრე დღეს არის ერთპარტიულის, მაგრამ ახლა ლელოს რა წარმოდგენაც აქვს, რომ აქეთ გადმოაქვს ისრები, რომ ნაცმოძრაობის დამსახურება ყოფილა, თურმე ყოველი მეორე ამომრჩეველი რო დაკარგა, საკითხი პირიქით არის. რო არ შესულიყვნენ, ალბათ ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზრდებოდა და საერთოდ არ იარსებებდა ამ თვალსაზრისით 4 ოქტომბერი, როგორც საქართველოში 2-4 ოქტომბერი იყო. ერთი იყო რუსთაველის გამზირზე, მეორე იყო ეგრეთ წოდებულ საარჩევნოებზე. ამ შემთხვევაში ივანიშვილმა, რომელსაც ბევრად უფრო მეტი რესურსი აქვს, ბევრად უფრო მეტი გავლენა აქვს, ეხლა რითაც არის დაკავებული, რომ იმის მაგივრად, რომ ეს იარები სწრაფად მოშუშტეს და რაღაცნაირად ისევ საზოგადოებრივი ზეწოლით აქ პრობლემა იმაშია, რომ ამ ოპოზიციურ პარტიებსაც მუდმივად, აი მაგალითად სალომე ზურაბიშვილის ფორმატი როცა იყო პირველი 2-3 თვე, ის ფორმატი რატო იყო? არა, ის ფორმატი რატო იყო შეწებებული? ის ფორმატი იყო შეწებებული საზოგადოებრივი განწყობით პირველ რიგში. იმიტომ რომ ყველა ვინც იმ ფორმატში არ იქნებოდა, საზოგადოებრივ რისხვას დაიმსახურებდა და ახლა არ არსებობს ეს განცდა, იმიტომ რომ საზოგადოებაშიც უკიდურესი პოლარიზაციაა. ხო და რა უნდა მოხდეს? აი ბოლო კითხვა მაქვს ჩემი. ანუ ამ ვითარებაში მე ესე უყურებ. დამარცხებული არის ორივე ფლანგი.
გამოსავალი რა არის? არა, ნახე, მე დამარცხება არის საბოლოო გაფორმება. ეს შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ბრძოლაში წარმატების იმ მასშტაბის ვერ მიღწევა, რისი მოლოდინიც იყო, იმიტომ რომ დამარცხება მძიმე სიტყვა. ამ თვალსაზრისით მე ესე უყურებ, რომ პირველი არის რამენაირი ფორმა და ელემენტარული, რაზეც მე ვიმუშავებდი და პირადად რაშიც ვარ ჩართული, ელემენტარული ფორმით, საგარეო მასშტაბით ერთი პირის ქონა, ან უმრავლესობის პირის ქონა, რომ აი ეს პარტიები, რომლებიც შეიძლება აქ ვერ ვართ მორიგებული და რიგი საკითხები განგვასხვავებს და ერთმანეთთან თითის გაშვების რეჟიმზე ვართ, უცხოეთის ფრონტსაც ეს არ გადაედოს, იმიტომ რომ ივანიშვილს თუ რამე აწუხეს, არის ბრიტანული სანქციების შიში, არის ევროკავშირის გაძლიერებული რიტორიკა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში გადაწყვეტის პოლიტიკის არავსებობა. საგარეოზე გავიგე, შიგნით. ქვეყნის შიგნით ესე უყურებ, ვისაც გვაქვს მორიგების ერთმანეთთან რესურსი, დღეს ხვალ და ზეგ, ეს ხალხი მაინც უნდა მოურიგდეთ. შეიძლება ეს არ იყოს გლობალური მასშტაბის გაერთიანება, რასაც ქართველი ერიელის, რომ აი ყველა ერთად მოხდეს, მაგრამ ერთი ჯგუფი მეორე ჯგუფს უნდა შეეწებოს, იქით ხუთი ჯგუფი უნდა შეეწებოს, იქით და ეს არ უნდა იყოს რაღაცა ერთი ქოლგა პარტიული დასახელების კი არ უნდა ქონდეს. და როგორ უნდა გაგრძელდეს? ახლა მაგალითად ზოგი ამბობს, რომ ივანიშვილმა დანიშნოს გაზაფხულზე არჩევნები. აი მაგალითად ელემენტარული ამბავია. აი დღის წესრიგი ელემენტარული არის ის, რომ ყოველ საღამოს ჩვენ გვაქვს დასაცავი რუსთაველის გამზირის კერა, ეს ერთი. მეორე, ყოველ დღე გვაქვს უზრუნველსაყოფი სასამართლოები, ამ ადამიანების მორალური მხარდაჭერა, ამ ადამიანების პოლიტიკური მხარდაჭერა, ვინც ციხეში აღმოჩნდა. ეს არის ელემენტარული, რაც გვაქვს გასაკეთებელი, ეს არის ქვეყნის გარეთ საკითხის აქტუალიზაცია და ეს არის ყველაზე რთული ცალსახად, ეს არის ქვეყნის შიგნით მე გაერთიანება სიტყვას ძალიან ფრთხილად უყურებ, იმიტომ რომ დღევანდელი ვითარებით ეს ფაქტობრივად წარმოუდგენელია, მაგრამ კოორდინაციის იმ დონეზე მიყვანა, რომ მაგალითად 26 ოქტომბერი არის მნიშვნელოვანი თარიღი ერთი წელიწადის გაყალბებიდან და 28 ნოემბერი არის მნიშვნელოვანი თარიღი. ამ დღეებში რომ მანიფესტაცია უნდა გქონდეს მათ შორის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იმის საჩვენებლად, რომ აქ ბრძოლა გრძელდება, მინიმუმ აი 100 თემატური კოორდინაციებით მაინც შეიძლება აი ამ იარების აღდგენა. შეიძლება დადგეს ოპოზიცია, გაჩნდა ასეთ მოსაზრება, რომ მარტში შეიძლება ივანიშვილმა დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები, რადგან ფიქრობს, რომ ოპოზიცია არის ძალიან სუსტი, იმისთვის რომ გაიფორმოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. თუ ოპოზიცია ამ არჩევნებსაც გამოუცხადებს ბოიკოტს, საკონსტიტუციო უმრავლესობას მართლაც გაიფორმებს, ვიღაცები ფიქრობენ, რომ ბოიკოტის არ გამოცხადების შემთხვევაში შეიძლება ვერ მოიგოს ოპოზიცია, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობაში მაინც შეუშალოს შეიძლება ხელი. ეს არის ძალიან რთული სამსჯელო. რა უნდა აი მე ეს არის ძალიან რთული სამსჯელო. ეს პარტიას მოუწევს ნაციონალურ მოძრაობას ცალკე გადაწყვეტილების მიღება ასე შემდეგ. მე ჩემი სუბიექტური მოსაზრება მაქვს, რომ არსებითად საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ერთმანეთისგან განსხვავდება და ამის რისკი ვინაიდან და რადგანაც არსებობს დღეს, რომ მართლა ქართულმა ოცნებამ საკუთარ ნიადაგზე უარესი ცესკოთი, უარესი სტატუს-კვოთი, უფრო მეტი ოპოზიციური ლიდერი ციხეში დანიშნოს არჩევნები, მინიმუმ მე რაც გვაქვს გასაკეთებელი, არის რომ ამ დასავლეთში რო დავდივართ და რო ვითხოვთ სამართლიან საარჩევნო გარემოს და რო ვითხოვთ ესეთი ცესკო გვინდა და ისეთი ცესკო გვინდა, მინიმუმ შენ ჩვენგან ნანახი გაქვს რამე დოკუმენტი რა არის ჩვენთვის სამართლიანი არჩევნები? ხო არა გაქვს? არა. აი ხო არა გაქვს ნანახი, ვინ წარმოგვიდგენია ჩვენ 10 კაცი სია ნორმალურ ცესკოთ, რომ აი ის ქვეყნის შიგნით მუხტი და ქვეყნის გარედან ეს ზეწოლა, რომელიც არსებობს ქართულ ოცნებაზე, მიემართოს წერტილოვნად. ეხლა ეს წერტილი არის არაღიარება და პოლიტპატიმრების საკითხი. თუ მესამე წერტილი გაჩნდება, რაც არის არჩევნებისთვის, ეს იყო მთავარი პრეტენზია ერთ-ერთი ამ ლელო გახარიასთან, რომ შეხვედი ამ არჩევნებში და არაფერი არ მოითხოვე, ცვლილება არ მოითხოვე, საკითხი არ დააყენე, უცხოელებს არაფერი არ მოთხოვე, იგივე ადმინისტრატორი ხარ. გაზაფხულს რომ იგივე ცესკოთი ჩატარდეს რა ხდება? ამიტომ ეხლა მე რაც შემიძლია თამამად თქვა, ჩვენც გუნდის შიგნით ძალიან აქტიურად მუშაობთ, კონკრეტულ ჯგუფებთან გვაქვს კომუნიკაცია და კოორდინაცია. რა წარმოგვიდგენია, რომ ამბობთ სამართლიანი, ან ნახევრად სამართლიანი ცხი? მე ვფიქრობ, რომ ეს კომანდა ახლა არ არის. სამართლიანი ჩატარდეს. სუსი არ უნდა იყოს ესეთი, პოლიცია არ უნდა იყოს ესეთი. სხვადასხვა ხედვებია. ნახევრად ხედვებს. ნახევრად სამართლიანსა და არასამართლიან შორის რა სხვაობაა? რომ სრულად სამართლიანი არის, რომ ვერ იყენებს ძალოვან სტრუქტურებს მოსყიდვას და ადმინისტრაციულ რესურსს, ნახევრად სამართლიანი არის, რომ მინიმუმ არჩევნების დღეს ვერ გიყალბებს რა.
და ჩვენ უნდა გქონდეს წარმოდგენილი პროგრამა მინიმუმი, პროგრამა მაქსიმუმი, რას ვეძახით იმ თამაშის წესებს, სადაც კიდე ეს გაორება არ მოხდება, რომ ნაწილი შევიდეს და ნაწილი არ შევიდეს, მაგრამ რანაირადაც არ უნდა დაჯდეს. მე მიმაჩნია, რომ იქაც გამსხვილებების გარეშე შესვლა არის უბრალოდ იდიოტიზმი. გასაგებია. მადლობა. დიდი მადლობა.